რუსოფობიაზე ერთ-ორ სიტყვას მე უფრო დავარქმევდი ამას ანტირუსულ ისტერიას, რომელიც დაიწყო თვითონ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და თუ გახსოვთ 2008 წლის ომის შემდეგ მიშამ განიმტკიცა თავისი პოზიციები, იმიტომ რომ მაგ პერიოდში ძალიან პრობლემები ჰქონდა მიშას შექმნილი შიდა ლეგიტიმაციის მიმართულებით, მორატორიუმი გამოაცხადა ოპოზიციამ და მიშას კრიტიკა შეწყდა და შემდეგ შემოვიდა ცარიელი აღნიშნული რუსეთი. რუსეთი როგორც ცარიელი აღნიშნული. მაგალითად, სტუდენტები, რომლებიც აკრიტიკებდნენ, რომ უნივერსიტეტი არ არის კარგი იმ პერიოდის, ისინი იყვნენ რუსეთის აგენტები, მეც მათ შორის. მაგალითად, ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძეს გავხსენებ, რომელმაც გადაიღო ფოტოები, ისინი იყვნენ რუსეთის აგენტები. ყველა ოპოზიციონერი ეხა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში ლევან ბერძენიშვილიდან დაწყებული შალვა ნათელაშვილებით დამთავრებული, ყველა იყო ასევე რუსეთის აგენტი. ამის შემდეგ 2012 წელს ეს ხელისუფლება იცვლება, მიშა სააკაშვილის, მოდის ახალი ხელისუფლება და იწყება რა? უკვე ანტირუსული ისტერია ოღონდ ოპოზიციის მხრიდან. თქვენ არ გახსოვთ შეიძლება, მაგრამ არსებობდა ესეთი თავისუფალი ზონა კობა ხაბაზის მეთაურობით, რომელიც იჟეს თესავდა, უარდებოდა ყველას, რუსეთი ოკუპანტია, ყირიმის საკითხები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას დამატებული შემდეგ, ხო, ჩვენ მივიღეთ სრულად ჩვენ მივიღეთ ესე იგი რა თქმა უნდა ჩვენ მივიღეთ რა ეთიკური რელატივიზმი ანდაც მეორე მხრივ ორმაგი სტანდარტი. ორმაგი სტანდარტი ოღონდ რა დონის, იცი რომ ესე იგი აქ არ შეიძლება რომ ჩამოვიდეს პოზნერი და გადაიხადოს დაბადების დღე ან ისადილოს. არ შეიძლება ერისიონი წავიდეს კონცერტზე რუსეთში. არ შეიძლება რომ საერთოდ ვაფშე რამე რუსული ახსოვ. არ შეიძლება იანდექსით იმგზავრო, მაგრამ თამარ ჩერგოლეიშვილს შეუძლია გაზპრომს ვიყიდოს გადაცემა. ელენე ხოშტარია შეუძლია რომ პირდაპირ კრემლისგან აიღოს რუბლები და არა დოლარი ან ლარი. ან დოლარი ან ლარი. ესე იგი შეუძლიათ რომ სალომე ზურაბიშვილი როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, სალომე ზურაბიშვილს აბრალებდნენ რუსობას და კანდიდატი აქეთ ყავდათ. ტიპი, რომელმაც რუსული პასპორტი დათმო მაშინ. გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც თქვა რომ მე ის ვარო, რა ქვია, რუსული კულტურის შვილი. მოკლედ, ამდენი ორმაგი სტანდარტი, ხო? ამდენი ორმაგი სტანდარტი და ნაციონალურ მოძრაობას თავის რიგებში ყავდა ორი ადამიანი, რომლებიც იყვნენ ერთ-ერთი იყო ჩომახიძე, იმის CSKA-ს მთავარი წყალმოვარდნელი. ხვდებით რა ორმაგი სტანდარტებია? და არ არსებობს